ყურები შევთხარ. თბილისში როგორც ყოველთვის საცობია. ლიზამ გაიღვიძა. ხო, აბა ისეთი საცობია. ნეტა მე ჩემი ძროს დაძინება. მოგლეთ ნატახტარს გამოვცდით ახლა. ალბათ 2 საათზე მეტი მარტო იმაში დაგჭირდა, რომ თბილისი დაგვეტოვებინა, რა საშინელი საცობები იყო. მაგრამ როგორც იქნა გაიხსნა შედარებით გზა და დაახლოებით საათ ნახევარში უკვე გუდაურში ვიქნებით რა. არა და დღეს გეგმაში გქონდა, რომ ჯერ ანანურში გავჩერებულიყავით, იქ გადაგვეღო და მერე ჩავსულიყავით გუდაურში, მაგრამ ისეთი საცობები იყო, რომ ფიზიკურად გვიწევს, რომ პირდაპირ სასტუმროში მივიდეთ რა. ამიკო, გეძინება? ეხლა მარიამი არის გადასული, რომ ლიზასთვის იყიდოს აუზის ბურთი. თუ რაც ქვია, არ ვიცი. მალე მოვა იმედია. დაახლოებით 20 წუთის გზა დაგვრჩა. ლიზას ჩაეძინა ისევ. საკმაოდ ბევრი მანქანაა აქეთ და გზა ძალიან გაიწელა რა. მაგრამ ცოტა გადარჩა უკვე და მალე ვიქნებით გუდაურში. ჩამოვედით როგორც იქნა. ეხა ავდი 2 ნომერში. გარემო ძალიან კაია სასტუმროში, მაგრამ სიმართლე გითხრათ რაღაცნაირი სუნია მთელ სასტუმროში. აი თითქოს დასუფთავების და ეგ ცოტა ამისი ამბონა რა. ნახოთ როგორ დროს გავატარეთ. Wow! Tashi დავკარი, tashi. და ჯექი, ხა გავაგზავნოთ ჭამა. და ჯექი. ყველგან საშინელი სუნი. სასტუმრო. ძალიან გვაყოფილოები ვართ სასტუმროთი. 10-დან ალბათ 3. სუნით გაყვებით. კი. აი ჭუჭყენი კიბათ როცა წმენდა. ეს უსტონდი შეთი. ნუ გარემო კი ლამაზია, მაგრამ. ლიზა. ოც როთერთა. ნელა. მამიკო, კაია? ძალიან უყვარს ლიზას წყალი მოკლედ და ეხლა რა თქმა უნდა გვაყოფილია. ლიზა. კოკო. მამა. Oh. Lisa. Let's go.